წიგნი რო დაწერთ თუ რას დააწერდით სათაურად და მეთქი ორჯერ გაშვილებულს თქო. როგორ გაიგე შენ სიმართლე შენ შესახებ? ზოგი ძლიერი არის, ზოგი სუსტი და ალბათ რაღაცებს ვერ გაუძლო რა, ვფიქრობ. და იმას არ ნიშნავს ეგ რომ ან შვილები არ უყვარდა, ან რაღაც დედა მალევე გარდაიცვალა, ხო? ხო. რამდენი ხანი? გაიყინა. გაიყინა? კი. რძალი სახლიდან გააგდო, დედა გაიყინა, ბებიამ გაკყიდა, შენ სხვაგან გაკყიდა, შენი ძმას ანუ ამ რეალობასთან შეჯახება. ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ის რომ იგებ რომ აყვანილიყა რა? კი. ხანდახან მინდა რომ ვიყო სუსტი. ხანდახან მინდა რომ ვიწირო. მარტოობის შეგრძნება გვაქვს გაშურებულებს თუ მიტოვებულობის, აი ამას ვერ ვხსნი, მაგრამ მაინც აი ბოლომდე აი ისე ხარ, აი სადღაც მაინც მარტო ხარ რა. და ნუ სხვათა შორის ძალიან ბევრი აღმოჩნდა გურჯაანიდან, კახეთიდან გაშვილებული ბიჭები, რომ ბოშებში? კი, სხვათა შორის ბოშებში. შეიძლება დღეს ახლა თქვენთვის წარმოუდგენელია, რომ თქვენმა ძმამ ან თქვენმა დამ თქვენი აყვანილი შვილი დატოვოს ემკვიდრეობის გარეშე. მაგრამ მერწმუნეთ, ძალიან ბევრია ესეთი შემთხვევა და ძალიან ბევრი აყვანილი შვილი დგება ამ ფაქტის წინაშე. ანუ კი მოგესალმები. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან და შენი ისტორია თანახმახა რომ გახდეს საჯარო კიდევ ერთხელ. აი მართლა რა ეხლა შენ მაინც ხო იცი რა სახის ისტორიები არ მაქვს მოსმენილი, მაგრამ ესეთი ანუ შენი ისტორია იყო არა მარტო ჩემთვის, არამედ ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ვინც მოისმინა და ვინც იყურა, ვინც გიცნობს, იმათთვის იყო მართლა შოკის მომგვრელი. მოდი თავიდან დავიწყოთ სანამ იმ შოკამდე მივალთ. როგორ გაიზარდე, სად გაიზარდე, რა პირობებში იზრდებოდი, როგორ ოჯახში და რა იცოდი შენ შესახებ, ეს არის ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ჯაჭვიდან. ხო, ანუ მე გავიზარდე ვაკეში, ყიფშეთის ქუჩაზე, გამზარდეს შვილმკვდარმა ოჯახმა, ესე იგი ბებია ბაბუამ და ნუ მეუბნებოდნენ რომ ჩემი შვილის შვილი ხარ, ან გარდაცვლილი შვილის შვილი და ჩვეულებრივად ბებია ბაბუას ვეძახდი. და ანუ არც კი მიფიქრია რომ ნაშვილები ყოფილიყო, ანუ იმდენად კარგად მზრდიდნენ, ნუ რა თქმა უნდა, ეხა ეს ის პროცესი არის, ეხლა შვილმკვდარ ოჯახში ცოტა ისეთი აურაც იყო, მძიმე აურა რაღაც, მაგრამ ანუ არასოდეს არ მიგრძუნია, რომ რაღაც ისა ვარ, რა ქვია, ნაშვილები ვარ, ან აი, როგორ თქვა, არავის არასდროს არ წამოუძახები. აი ხო არიან ან ბავშვობაში, ან მეზობელს, ან ვიღაცას რო წამოსცდენო და ანუ არასდროს არავის არ წამოსცდენია. და სხვათა შორის დღემდე მიკვირს, იმიტომ რომ აი ხანდახან რო ჩავფიქრდები ხოლმე, სხვათა შორის ძალიან იშვიათად ვფიქრობ ხოლმე, იმიტომ რომ ნუ მე ემოციურად ძალიან ისე ვარ და რო დავფიქრდები ხოლმე, მეთქი აი კლასელებს რანაირად ერთხელ არ წამოსცდენიათ, ან ერთხელ არ აი რაღაცნაირად, ანუ ისე თან იცით როგორ, ანუ შეიძლება მე-12 კლასელს არ წამოგცდეს, იმიტომ რომ უკვე ზრდასრული ხარ და დიდი ხარ და ასე შემდეგ, მაგრამ აი მე-5, მე-4, მე-6 კლასში ცოტა ისეთი ასაკი რო გვაქვს, არასოდეს არ წამოსცდენიათ და იცოდნენ? სხვათა შორის მითხრეს რომ იცოდ და ყველამ. მეზობელმა, ნათესავმა, კლასელმა, რავი, სადაც ვის, ანუ ყველამ იცოდა. შენ რა იცოდი?
მე ასე ვიცოდი, რომ იმ გარდაცვლილი მამის შვილი ვიყავი დედა და ეს არის? დედა აფხაზეთის ომში დაიკარგა. და ანუ მე რომ გავიგე ეს ამბავი, ბოლომდე მაინც მეგონა მამაჩემი ვიყავი, იმიტომ რომ დედაზე ანუ ვიფიქრე რომ დაიწუნეს რძალი და აღარ მოუშვეს ან რაღაც და ყოველთვის ვიყავი გაბრაზებული რომ მეთქი აი რატო რაც არ უნდა ყოფილიყო, რატო არ მოვიდა ან რაღაც და ნუ სულ სხვადასხვა აზრი მქონდა რა. შენ სხვადასხვა აზრი. ეგრეთ წოდებული მამის გარდაცვალებიდან რამდენ ხანში აგიყვანეს? სუსტად არ ვიცი, მაგრამ როგორც მეუბნებიან 3-4 წელში ალბათ. და ანუ რას ამბობდნენ რომ მე გავიგეთ ვთქვათ 3-4 წელს მე გავიგეთ რომ შენ ჩვენი შვილი ხარ და წამოგიყვანეთ? სულ რანაირად აღმოჩნდი? ანუ ჩვენთან როგორ ანუ კითხვები არ დამისვი არასდროს ჩემებისთვის, ანუ რაღაცას როდესაც ვკითხულობდი ან დედასად არის, ანუ ყო სურათები, აი ისეთ ასაკში ვიყავი 15-16 წლის და დამაინტერესა რომ ანუ მამის სურათები თუ არის, დედის სურათები რატო არ გაქვთ და რაღაცა, აუ შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენი გაზრდილი ხარ, ის და რაღაცნაირად ალბათ მეც ქვეცნობიერად ტაბუ მქონდა დადებული ამ თემაზე და ნუ რახან მეუბნებოდნენ, მეც ესე ვაგრძელებდი ჩემთვის შვიდად ცხოვრებას, ანუ თავს ვიტყუებდი ალბათ. ამ პერიოდებში, აი სანამ სიმართლეს გაიგებდი, ქონდა თუ არა, აი ეს რომ აი თქვა საკუთარ თავს ადარებდი იმ გარდაცვლილ ადამიანს და ფიქრობდი რომ აი მამა რაღაცით გავარ ქონდა თუ არა ის რაღაცა დამოკიდებულებები რომ აი გარდაცვლილი მამა მყავს რაღაც განიცდი არა არ ქონდა რაღაც ეს დამოკიდებულება შეგრძნებები არ ქონდა არასდროს. ანუ ერთადერთი ის იყო, რომ როგორც გამზარდეს, მივდიოდით, სასაფლაოზე გავდიოდით, იქ მე ვაკე საბურთალოს ეკლესია, ბაბუამ მიიღო ძალიან დიდი მონაწილეობა აშენებაში და შუკვდარმა ხუთმა მამამ ააშენეს ვაკეს სამება ეკლესია. და ნუ ყოველთვის ანუ იქ გავიზარდე მეც რა ფაქტიურად, იმიტომ რომ პატარა ვიყავი, მე სკოლიდან რომ მოვდიოდი ხოლმე სულ ვუყურებდი ჩუქურთმებს როგორ აკეთებდნენ რაღაც უვლიდნენ, მაშინ ახლა აღარ არის ეგეთი, არ ვიცი, ნუ შემთხვევაში ჩემს ირგული ხოლმე საფლავებს ეგრე აღარავინ არ უვლის ადრე იცოდნენ ეს გაშლას უფრა ყოველ ანუ ეს მშობლები სულ რაღაც სასაფლაოზე ატარებდნენ ხოლმე დროს და ნუ მეც ხშირად მიწევდა იქით მამის საფლავზე ხო და ნუ ბებია ბაბუა ფაქტიურად მაგანაც გადაიყოლა იმიტომ რომ სულ სიცივე იყო თუ რა იყო სულ მანდი იყვნენ ხოლმე და ხო და ესეთი მსგავსება რომ მქონია მამასთან არა, ანუ უფრო ბებოზე ვიყავი ჩამოკიდებული, ანუ ბებო ბაბუზე და ძალიან მიყვარდა და ცოტა ანუ სხვანაირად ვიყავი. სულ ყოველთვის ისეთი ოჯახი იყო, აი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. იმიტომ ვთქვი ხა ირძლის დაწუნება თქო, რომ ანუ ჩემს შემთხვევაშიც ანუ განათლებას ანიჭებდნენ უფრო დიდ მნიშვნელობას. ყველა წრეზე დავდიოდი, აი პატარებს რო დაატარებენ და ყველა ანუ არაფერს არ მაკლებდნენ, ოღონდ მე სწავლა განვითარებულიყავი, წავსულიყავი სადღაც ის და ანუ არ მქონია რა, ანუ ხშირად ჩვენს ოჯახში ხდებოდა ხოლმე ეს რძალის სიძის დაწუნება და სხვათა შორის ეგ მქონდა განსხვა ანუ როგორ თქვა შეხედულებები ყოველთვის სხვადასხვა გქონდა. ნუ ეს ყოველთვის ესეა თაობათ ხო, შეიძლება თაობათაც, მაგრამ ანუ გენეტიკურადაც ალბათ, იმიტომ რომ ანუ ჩემთვის მაგალითად არასდროს არ ქონდა მნიშვნელობა ფულს. აი ხშირად მეუბნებოდნენ და სხვათა შორის წინა გადაცემა რო იყო ჩვენი მაშინ ძმა რო ვიპოვე ძალიან ანუ ბევრი კომენტარი იყო არც ერთი ცუდი არ შემხვედრია ერთადერთი კომენტარი წავიკითხე რომ ანუ შენ რა გენაღლება ხალხი ისე იზრდებოდა ლუკმაპური არ ქონდა და რა ქვია შენ ნუ ასეთ ოჯახში გაიზარდე მაგრამ ის რა ქვია ანუ ვერი როგორ თქვა, მენტალურად კიდე სხვანაირად არის ეგ ყველაფერი. ანუ ის რომ შენ ფინანსები გაქვს და ფული გაქვს, ანუ სიყვარულს არ გაძლევს. თავისთავად. ანუ სიყვარული კიდე სხვა რაღაცა არის. და ნუ სამწუხაროდ ჩემ მერე ვიძახდი მაგ გადაცემას ჩაწერს მერე რომ თამამრ იცოდეს მეთქი მეორე ისტორიაც კიდე თქო და რაღაც ია კარგა რეთელი, სწორედ ია კარგარეთელის ვკითხულობდი და Facebook-ზეც მყავს გავწერდი და თქვენ რომ წიგნი რო დაწერთ თუ რას დააწერდით სათაურად და მეთქი ორჯერ გაშვილებულს თქო ანუ ეს ორჯერ იმიტომ რომ ანუ მე რო გავთხოვდი მე მეორე ოჯახმაც ესე წიხლი მკრეს რასაც ქვია და ანუ არავისთან ურთიერთობა არ მაქვს ანუ არც ბიოლოგიურთან არც ვინც გამზარდა იმასთან ნუ რომ გავთხოვდი და არ გავაგრძელე ის რაღაც დაიწუნეს სიძე მე
არა და არ ვიცი, ანუ ჩემს თავთან ცოტა ისევა რა, მეც ეხა უკვე შვილებიც რომ მყავს და უკვე ამხელები არიან და რო ვფიქრობ, რომ აი რა უნდა დამიშაოს შვილმა ისეთი, რომ აი რავი, არ ვიცი რა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ეგრე არის, რაც არ უნდა დამიშაოს, ღმერთმა კარგად ამყოფოს ორივე, რამე ისეთი რაც არ უნდა გააკეთოს თუნდაც ცუდი, ვთვლი რომ არა ვერასოდეს ვერ ვკრავ წილს, ანუ ჩემი ძალიან ცუდი შვილიც მირჩევნია ყველას და ყველაფერს. გაწყვეტეს აღზრდილი ოჯახის წევრებმა ურთიერთობა? კი. ვინ? რომ იმ შემთხვევაში ბებიებმა, ბაბუა უკვე გარდაცვლილი იყო. ვინც გაგზარდა იმ ბებია? ხო, ასაკშიც იყო და უფრო ნათესავების დამსახურება იყო ალბათ ეგ ყველაფერი. და ძალიან, მე ვამბობ, რომ შეიძლება ჩემი წვლილიც იყო რაღაცეებში და ბევრი რაღაც შემეშალა, ბევრი რაღაც დავაშავე, ასე შემდეგ, მაგრამ ვთვლი რომ მაინც უკვე მე როგორ ვთქვა, მე რო უკვე ჩემი შვილები მყავს, უკვე ვთვლი რომ უკვე რაღაც იყო რა, უნდა დაევიწყებინათ რაღაცები თუ შენ გათხოვებას გულისხმობ, ანუ რადგან მისთვის მოსაწონი სიძე ვერ ძირითადი პრობლემა ეგ იყო. ანუ ის რაც დავაშავე ყოველ შემთხვევაში. რაც გათხოვდი, იმის მერე არ ქონია ურთიერთობა? ხო, ასე გავაგზავნე. რო გათხოვდი, რამდენ ხანში გარდაიცვალა? რო გავთხოვდი 4 წელში ალბათ. და ისე გარდაიცვალა, რომ არ გიკონტაქტია? არ მიმიშვეს სახლში. ანუ ბებიას დაც მზრდიდა, ბებიას დაიყო და ანუ მეორე რო გამიყოლა, 4 წელი აქვს ცხოვრება და მეორე რო მეყოლა, ის რა ქვია, ბებია უკვე ცუდად იყო და დამირეკეს და გასვლა მინდოდა, რომ სამეთყოფაში ვნახო. სულ მე სულ ვცდილობდი რომ მივსულიყავი მენახა, მაგრამ მე რომ მირეკავდნენ რომ აი წნება აწუხებს შენი ნახვის მერე და იქნებ უნდოდა ნახოდე რანც საერთოდ არ უნდა. არ ვიცი. მაგრამ ვიცი რომ უნდოდა, იმიტომ რომ ანუ 1-2ჯერ ისე რომ ავედი, მითხრა რომ ძალიან მიხარია შენთან რომ ვარ, მაგრამ ეხლა მოვლენ სახლში და დროზე წადი. კაი რა. და ანუ მინდოდა რომ მენახა, მაგრამ ანუ ახალი ნამშობიარები ვიყავი, მე რო დავრეკე და სულ ანუ ლანძღვით დამირეკეს, რომ ანუ შენი ბრალია, შენზე ინერვიულა, შენ მიიყვანი აქამდე ამ მდგომარეობაში და ამ დროს შენ უკვე იცოდი რომ აყვანილიყავი? ამ ყველაფრის მერე, რა თქმა უნდა ეს მარტო არავის არ ვაბრალებ, ანუ მშობიარობის შემდეგ დეპრესია და ნევროზი და ყველაფერი დამემართა, მაგრამ ამ როგორ ვთქვა, ეს ხო კიდე ჩემთვის სტრესი იყო და ზუსტად მაშინ გამიშრა ძე. ხო. და ამ დროს უკვე გაგებული გქონდა რომ აყვანილიყავი? კი. იცოდი უკვე? ის სანამ ბებია გარდაიცვალებოდა, მანამდე იცოდი? ხო, არა. არა? და როგორ ფიქრობ, ნათესავების ეხლა ცოტა ესეთი კითხვა უნდა დავსვა, როგორ ფიქრობ, ნათესავების დამოკიდებულებას შენ იმას ხომ არ აბრალებ, რომ ბებია შენის ბიოლოგიური შვილი არ იყავი? ანუ იმ ადამიანის ნათეს ბიოლოგიური ნაცავი არ იყავი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შემთხვევა ქონდა ესეთი, რომ ნათესავები ცდილობენ რომ ის ქონება ხელში ჩაიგდონ და არაბიოლოგიურ შვილს და შვილიშვილს არ მისე რა, ასე. ეგ არ ვიცი. ეხლა რაზეც არ ვიცი 100%-იანი, ვერ ვილაპარაკებ და ვერ ვისაუბრებ ესე, მაგრამ ქალი შვილიშვილი გათხოვდა ეხლა. ეგ ჩვეულებრივი ის არის ამბავი. ანუ შეიძლება ყოფილიყო, შეიძლება არ ყოფილიყო, ხა რაც არ ვიცი, მაგას ვერ იმას ვიზამ, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ერთი ზუსტად ვიცი, რომ ანუ თვითონაც ხო ყავთ ეხა ბიოლოგიური შვილებიც, დედაც, მამაც, ასე შემდეგ. ანუ დარწმუნებული ვარ, აი 100% დარწმუნებული ვარ, რომ თავის შვილებმა იგივე რო გააკეთონ, ანუ ჩემნაირად არ გაწირავენ. ხო, აი ამას გულისხმობ, რატომღაც ნათესავებს აქვთ ეს დამოკიდებულება, რომ რადგან აი ეს ადამიანი არის მაინც მის ნათესავი და მისი ქონება, ასე ვთქვათ, რჩება არაბიოლოგიურ შვილს, ყველანაირად იბრძვიან, რომ ეს ქონება თვითონ დაისაკუთრონ. ძალიან ბევრი შემთხვევა. თუმცა, რა თქმა უნდა, კანონმდებლობის თანახმად, არაბიოლოგიური შვილი არის მისი კანონიერი შვილი და მისი ქონების განკარგვა, რა თქმა უნდა, მე მის შვილს ან შვილიშვილს ევალება თავისთავად. ეხლა დეტალებში აღარ ჩავალ და აღარ ვიკითხავ ამ დანარჩენს. უბრალოდ აი ესე თემას დავუბრუნდეთ, როდის და რატომ დაიწყე ძიება და როგორ გაიგე, რომ იყავი აყვანილი? ეს სკოლა რო დავამთავრე, ნელ-ნელა ხომ მომივიდა ეს ფიქრები, მაგრამ თან ჩემ თავს გავუბრბოდი. რაღაცა მაინტერესებდა, იქ ვიქექებოდი საბუთებში, იქ რაღაც აი იცი რა მომენტი მახსოვს, პირველ კურსზე რომ მივედი და
დაბადების მოწმობა და ისინი ხო დასჭირდათ იქ და რო დავურეკე ის რა ქვია დედის სახელი და გვარიო და ვაიმე მეთქი არ ვიცი მეთქი და არ იცოდი? ხო არ ვიცი მეთქი და დაბადების მოწმობაში წერია მეთქი მე მგონი მეთქი და რო დავრეკე სახლში ერთი წამიო მიაწოდე ტელეფონიო და რომ მივაწოდე ხმამაღლა ისმოდა ხმა და ანუ რაც დაბადების მოწმობაში ეწერა იგივე სახელი და გვარი არ იყო რაღაც სხვა სახელი და გვარი მომხვდა ყურში და მე რომ მოვედი თანუ რაღაცას ქვეცნობიერად გაბრაზებული ვიყავი ამ დედაზე რომ ანუ არ მინდოდა რა თუ ეგრე იქნებოდა რომ სიტყვაზე ან მიმატოვა ან რაღაც ანუ არ რაღაც ისე ვიყავი რომ არ მინდოდა მოიწე სახელი და გვარი რატო არ იცოდი არ ვიცი რა ანუ სახელი და გვარი ესე ზეპირად არ ვიცოდი თორე დაბადების მოწმობა როგორ არ მქონდა დაბადების მოწმობაში მქონდა ნანახი მაგრამ ხარ არასდროს ხო აი არასდროს ახლოს არ მიმიტანია მქონდა რადგან მიგატოვა ასე ვთქვა ამიტომ მქონდა პროტესტი და არ კითხულობდი ხო ალბათ და მე იცით რა მიმას მიქნა რომ აი იქნება სადღაც დედმამიშვილიც მყავდეს მე აი მაგ იქიდან დავიწყე რომ Facebook-ზე ჩავწერე მე ეს დაბადების მოწმობაში ვინც მეწერა ამის სახელი და გვარი დედის და მივაგენი ასეც და რა ვიცი 1-2 წელი აი მეგონა მართლა და მჯეროდა რომ ანუ ამასაც ყავს შვილები ამ წელს გაჩენილი რაღაცა ის და ნუ ეხლა ის გალი ამბობდა რომ მე მყავს კაცო გაჩენილი მაგრამ ჩემივე ორივე გოგო აქ არის და აქ მყავს და ნუ არ არსებობს ეგეთი რაღაც მაგრამ ნუ სხვა სახელი და გვარი ანუ შენ რეალურად ეძებდი ამ გარდაცვლილი მამაკაცის ანუ ვითომ მამის ხო ოღონდ არ იყო ანუ რეალურად არც იმის ცოლი არ იყო. არასებულ ადამიანს ეძებდი, რომელიც უბრალოდ ჩაგიწერეს დაბადების მოწმობაში, ხო, რომელიც უბრალოდ ჩაწერეს დაბადების მოწმობაში და გეგონა რომ ის იყო დედა და ეძებდი არასებულ ქალს. როგორ გაიგე სიმართლე? და რას მივაგენეთ? Facebook-ზე ზრომიალით გამოჩნდა თქვენი საიტი, ვეძებ, თქვენი ჯგუფი და იქ დავწერე პოსტი. თავიდან ანონიმურად რომ მსხვენოდა რაღაც, მაგრამ მე მივხვდი რომ ანუ დაბადების მოწმობის იმას ვდებ ყველაფერს და ხა რა ის არის და ნუ შემდეგ შემხვდნენ მაია, თქვითაია და ნატალი, თქვენი ჯგუფის მეშვეობით გავიცანი. და ანუ მართლა აი არ ვიცი დღე და ღამე რო ჩართული და დღე და ღამე რო ჩემს იმაზე გადმოყოლილები იყვნენ ისტორიაზე და ეძებდნენ და აქიდან კიდევ ანუ ამათი მეშვეობით კიდევ ვიღაცებიც ხო გავიცანით იქიდან მითხრეს რომ ანუ იმ მომენტში შენ რომელ წელსაც ამბობ აფხაზეთის იქ ხო უნდა იყოს რუსულად ის დაბადების მოწმობა შენსაც აშკარად ეთყობა რომ შენი ცოდი რომ იყავი დაბადებული აფხაზეთში კი ხო. კი. და ხო და რა ქვია ამ მოკლედ რა ვეძებს რეალურად შენი ჯგუფიდან ძალიან რეალურად ჯგუფიდან მეხმარა რა მაგას ვამბობ ანუ მთლიანად მოყოლებული ხა მარტო მე ვერაფერს ვერ გავხდებოდი ანუ ეს რომ მე ადრე გამეკეთებინა შეიძლება მე იმდენი კონტაქტები არ მქონოდა და საერთოდ ვერ გამიგო მაგრამ ანუ ვეძების ჯგუფიდან დავკავშირდი ამ ადამიანებთან და ამ ადამიანების დახმარებით მე უკვე დახმარებით გაიგე რომ ეს დაბადების მოწმობა რომელიც შენ გქონდა იყო ყალბი კი ანუ შენმა ამყვანმა ბებია ბაბუამ გააყალბეს დაბადების მოწმობა სადაც ჩაგიწერეს არარსებული ქალის სახელი და გვარი და როგორ გაიგე სიმართლე რაც რეალურად აღმოჩნდა ძალიან მძიმე შემდეგ ნუ დავიწყეთ ახლა მოძიება და როც წავედი ყიფშტეზე პირველ რიგში რაც ნუ ჯერ დავურეკე ნათესავებს ყველა არიდებდა თავს აი ჩვენ არ ვიცით ჩვენთვის არაფერი არ უთქვია თორე ხო გვეცოდინებოდა მაგრამ იცით რა რო დავფიქრდი შეიძლება მართლაც ეგრე იყო იმიტომ რომ ცოტა სხვა თაობა იყო ის თაობა მე და შენ ვიცოდეთ ჩათვალე არც ნათესავმა არც დამ არც ძმამ არავინ არ იცოდეს და შეიძლება მაგას ხო ვერ უთქვი რომ მათყუებდნენ რომ მართლა შვილი ხო და რომ მივედით ანუ მოვიკითხე ყველა მამაჩემის მაკაცები ვინც კი რამე მამაშენის ხო ანუ იმ ხო ანუ მამაჩემის მაკაცმა მითხრა რეალურად რომ მამას ეძახი მაინც ხო სხვათა შორის კი ანუ აი რაღაც რომ მივდივარ მამაჩემის საფლავზე გავდივარ ბებიას საფლავზე ვიყავი ანუ მაინც ხო ის მაქვს რა ჩარჩენილი ხო და ის რა ქვია მამის მაკაცებმა გითხრეს რომ მამის მაკაცმა მითხრა რომ ცოლი არ იყოლია არასდროს
რო იყოლებოდა ხა მე ხოლმე ცოდინებოდა და ნუ მე მახსოვს რაღაცები, მაგრამ ჩემთვის ანუ რთულია ამ თემაზე საუბარი, რაღაცები შენმა ოჯახმა უნდა გითხრას. მე უფლება არ მაქვს რომ გითხრაო და მაგრამ მე ნელ-ნელა ის რა ქვია მე ვთხარი რომ რაღაცნაირად მაინც მიმანიშნე დამაკვალიანე მეთქი, იმიტომ რომ ანუ საით წავიდე, საით ვეძებო ადრეც ამ ოჯახს, ადრეც ყოლიან ნაშვილები, ერთი ბელორუსიდან ჩამოყვანილი თუ არ ვწდები გოგო და ანუ არ უჭირდათ რა, რომ აი და ის გოგოსაც წავიდა. ხოთეჟერის გოგოსაც ვეძებ რა, მაინტერესებს უბრალოდ, თორე არ ვიცი, ანუ დედმამიშვილი, ხუთი დედმამიშვილი იყო. ეს ბებია ჩემს ყავდა კიდე დედმამიშვილები და რომელიღაც ერთ უფრო ძმას ყოლიანაშვილები, ეგრე ერთი ბელორუსი გოგო და ნუ ისიც ალბათ ჩემნაირად ესა. ანუ შენება ეს ბავშვი აიყვანეს და მე სხვას მისცეს? არა, სხვას არ მისცეს, იქ გაიზარდა ჩემსავით, მაგრამ ანუ ამას ვამბობ, ჩემსავით აღმოჩნდა საბოლოო ჯამში. ხო. და ეხლა არ ვიცი სად არის ან მე რატომ აქ ინტერესი არც ეგ არ ვიცი. მაგრამ უბრალოდ რაღაც ისტორიით რო გავართ თუ რაღაც აი სიამოვნებით გავიცნობდი მეთქი ვამბობ. ეხლა იქ არ ვიცი რა მოხდა და რა იყო, მაგრამ ვთვლი რომ ის გოგოც რაღაც ჩემნაირად რაღაცეები ისტორია შეიძლება რაღაცა აი გზასაცდა. ესეთი ანუ რა გაჩნია ვისთვის არის გზასაცდენ, ანუ ვიღაცისთვის სიგარეტის მოწევაც გზასაცდენა არის. არ ვიცი. კაი, როგორ გაიგე შენ სიმართლე შენ შესახებ? მამა ჩემის მეგობარმა მითხრა რომ ანუ მე მახსოვს რომ საიდანღაც ანუ ჯერ ბავშვთა სახლიდან მოგიყვანესო თუ აი იცი როგორი სიმართლე ეგრე ანუ არ გამიგია ეგრევე სიმართლე ვისაც რას ვეკითხებოდი ყველა სხვადასხვა პასუხს პასუხობდა. ანუ ყველა სხვადასხვას იქ შეიძლება მანამდეო ბავშვთა სახლში ჩაგაბარეს, მერე ვიღაცა მითხრა რომ არა, იქიდან არ იქნები და ის შანსი არ არის, რა ქვია, კახეთიდან იყო, იმიტომ რომ შენ მაინც რაღაც სლავური ის აგაქვს გარეგნობა და იქიდან უფრო იქნები და სულ აი ასე აბდაუბდა კითხებით საბოლოოდ ისევ დამეხმარა მამიდად ვინც მეკუთვნოდა ანუ ბაბუა ჩემის დის შვილი და მან მითხრა რომ ბაბუას ყავდა ერთი დეიდაშვილი რომელთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და მარტო მაგას ეცოდინებოდა ჩემი ისტორია ოღონდ ნუ აი არ ვიცი რა ვინც კი ვნახე ყველას ან მეხსიერების პრობლემა ჰქონდა უკვე ნუ ასაკში ან მეხსიერების პრობლემა ჰქონდა და ან იგონებდა რომ მეხსიერების პრობლემა ჰქონდა ხო ნახე ეს ადამიანი ესე პირადად არ შევხვედრილ ვარ მაგრამ ამ მამიდის წყალობით გავიგე რომ ჩემთან მოვიდა ანუ პატარა რო ვიყავი თურმე მოსულა სახლში და დავხვედრილ მე ანუ არავინ არ იცოდა რომ მე მიშვილეს თუ რა იყო და რომ მოვედიო და რომ ვიკითხე რომ ეს გოგო საიდან რაღაცა ესეო და მახსოვსო რომ ვაიმე რა საყვარელი ხარო და ვიდეოც გადაგიღეო და ის ვიდეო ისინიო დევს ისევ იქ არისო და მე რა მომიყვაო ჯემალიო ასეთ ისტორიასო რომ მეო კახეთიდან წამოვიყვანეო ეს გოგო და დიდი რო გაიზრდება აუცილებლად ვეტყვიო ამ ყველაფერსო და ეს კაცი მეუბნება ასეთ ტექსტს რომ ანუ იმდენად უყვარდიო ბაბუასო რომ მეუბნებოდაო რომ ანუ ყველანაირად მიმიქცე ყურადღებაო და ფრთხილად იყავითო რომ ქუჩაში არ დამიტოვონო ეხლა ცოტა ისეთ ტექსტს ვამბობ რომ შეიძლება სანათესაო ძველმა რა უყუროს ეწყინოთ მაგრამ ყოველ შემთხვევაში დაგტოვოს ქუჩაში ხო ქუჩაში იცი რა არის არავის არ უნდა არც სახლი და არც ქონება და არაფერი ხა შეიძლება რაღაცა ხო არა შეიძლება რაღაცა პატარაობაში კიდე ვამბობ მე არ ვარ ანგელოზი და შეიძლება მეც ბევრი რაღაც შემეშალა და ბევრი რაღაც გავაიმართენი და ასე შემდეგ უბრალოდ ანუ გვერდში დგომა ელემენტარული ანუ რო გაიხედა უკან და მაინც შენი ვინც ხა ჯერ ისედაც დედმამა და ბიოლოგიური არ მყავდა და მე ვინც გამზარდა კიდე ისინიც რო აღარ არიან ცოტა რთულია
აი წინა გადაცემა რო ჩავწერეთ, მაშინ ცოტა ის ანუ მეუღლის ოჯახში ისეთი ის ქონდა, რომ აი ის გამოვიდაო რა, რომ აი მართლა ესე არავინ არ ყავს, ხო ხდები მაინც იქ მეუღლე, აი იქ ოჯახის წევრები არიან, არა, ეს ოჯახი, ეს რეალურად ხო სხვა ოჯახია. ხო, რეალურად კი, ნამდვილად ესეა, უბრალოდ ძალიან კარგია რომ შენ ამ საკითხს შეხედა, აქვე მინდა რომ ახსოვმშობლებს უთხრა რა. აი შეიძლება სანამ თქვენ სოცხლები ხართ, თქვენს სიცოცხლეში თქვენი სანათესაო არ აგრძნობინებს თქვენს აყვანილ შულს, რომ ის არის აყვანილი. არაერთი ფაქტი გვაქვს ამისი და ანუ კიც ამის დასტურია და ძალიან ბევრი გაშურებული ბავშვი, შულად აყვანილი ბავშვი, მშობლის გარდაცვალების მერე აწყდება ესეთ პრობლემას, რომ მშობლის ნათესავები ახლობლების ჩარევით, ნოტარიუსების მოსყიდვით მართლა დღესაც ხდება ეს ამბავი და მართლა ის თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აი ამ რაღაცა კავშირების გამოყენებით ახერხებენ ამ ქონების დაპატრონებას და აყვანილი შვილები რჩებიან რეალურად სახლის, კარის მემკვიდრეობის გარეშე. შეიძლება დღეს ახლა თქვენთვის წარმოუდგენელია, რომ თქვენმა ძმამ ან თქვენმა დამ თქვენი აყვანილი შვილი დატოვოს მემკვიდრეობის გარეშე. მაგრამ მერწმუნეთ ძალიან ბევრი ესეთი შემთხვევა და ძალიან ბევრი აყვანილი შვილი დგება ამ ფაქტის წინაშე. როდესაც აი ბიძია, რომელმაც გაზარდა და შვილივით უყვარს და თავის ძმას არ აგრძნობინებს იმას, რომ აი აყვანილი ბავშვია, რეალურად მართლა ართმევენ სახლებს, მართლა ართმევენ ქონებას და აყვანილი შვილები რჩებიან ეს სახლკარის გარეშე. ამიტომაც არ ვიცი ხა როგორ უნდა მოვუწოდო მშობლებს, რომ ან წინასწარ სიკვდილის წინ გადაუფორმო შვილებს, ამ ყოველ შემთხვევაში ან ანდერზი დაწერეთ, ან რა მოკლედ აი არ ვიცი როგორღაც ეს საკითხი ფაქტია, რომ დასალაგებელია საქართველოში, იმიტომ რომ აყვანილი შვილი ისეთივე შვილია, როგორც ბიოლოგიური შვილი და ანალოგიურად ეკუთვნის ის რაშიც გაიზარდა და რაც მის მშობლებს ჰქონდათ. ამიტომაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ეს ფაქტი. ხელა იყავი რომ გაგაშურეს. ანუ ამბობენ რომ ჩემი ძმა იყო 6 წლის და მე ვიყავი 2 წლის თუ 3 წლის პატარა და შეიძლება მართლა არ მახსოვდეს ის. არ გახსოვს საერთოდ არაფერი. არა, არაფერი. აი ჩემი ძმას ახსოვს. ნუ შენი ძმა ხო შედარებით იყო. ყველაფერს იხსენიებს. მე ასაკში მაინც ახსოვს ბავშვებს რაღაცა. ხო, მე ფსიქოლოგმა მითხრა სხვათა შორის რომ შეიძლება სტრესული ისიც გაქდა, არ იხსენებო და ვერ იხსენებდა. კაი, მოდი ამაზე რო გადავიდეთ ამ თემაზე, როგორ მიაგენი? ანუ აი ამ ნათესავმა გითხრა რეალურად სიმართლე? გითხრა საიდან წამოგიყვანეს კახეთის რომელი? ხო, ბაბუას დეიდაშვილმა. გითხრა ყველაფერი? კი, აბსოლუტურად. კაცი რო არ ყოფილიყო, მე ვერ გავიდოდი კვალზე. ანუ რომც დაიდოთ ჩემ ბიოლოგიური ოჯახის წევრებს რაღაც სურათით და ინფორმაციაც რაღაცა, მაინც ვიტყოდი რომ მე არ ვარ. ანუ და რა გითხრა? იმიტომ რომ ანუ კახეთი რაღაცა ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, ანუ სუიქით მეგრელები, სუიქით რაღაც დასავლეთის მხარე, ან თიული მყავდა ბებო და ვის და კახეთის რომელი რაიონი? გურჯაანიდან, ბაკურციხეიდან იყო მამა და დედა ვაზისუბნიდან. ორივე კახეთიდან. ხო. და რა და ბებიას ისა დედის დედა ყოფილა უკრაინელი. დედის დედა. ბებია. და იქიდან და რა აღმოჩნდა სიმართლე. სიმართლე აღმოჩნდა ის, რომ ანუ დაგვაშორეს მე და ჩემი ძმა, ბები, ანუ ამბობენ რომ იქ ასე ინფორმაცია დაზუსტებით დღემდე ვერ გავიგე ვერაფერი თავი ბოლო. ოღონდ აი მართლა ისეთი ისტორიებს ყვებიან ყველა სხვადასხვა ყველას როგორც აწყობს და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში აი კადრში თუ გახსოვთ ერთი კაცი რო აღებს კარებს და შენ ნოდარის გოგო ხარო ანუ რატომღაც მაგ კაცს ისეთი თბილი აურა მოვიდა და რაღაც სხვა თბილად შემხვდა რომ მაგ კაცისგან უფრო ანუ დამიმტკიცა მაგ კაცმა რომ ის ფაქტი რომ ბებიამ შვილიშვილები გაყიდა და ეს დაძმა ერთმანეთს დააშორა მართალი იყო. ეს რომელ ბებიაზეა საუბარი? ბიოლოგიურ ბებიას. და რა, დედის დედაზე თუ მამის დედაზე? მამის დედამ შვილის გარდაცვალების მერე, ანუ ბიოლოგიური მამის გარდაცვალების მერე თავისი ორი შვილიშვილი გაყიდა. სხვადასხვა ოჯახში. შენ გაყიდა თბილისში შენი ძმა როსტოვში.
ჩემს დროს ახსოვს რაღაცეები. ანუ როგორ წაიყვანეს, როგორ გადაიყვანეს. ბიოლოგიური მამა რამდენი ხნის გარდაცვლილი იყო, როდესაც ბებიამ ასე ამბობენ რომ 40 დღის. ანუ ასე მითხრეს და რამდენად რეალური არ ვიცი, მაგრამ 40 დღის ის იყო, რომ დედას უკვე, ანუ დედაზეც ამბობენ რომ აი მაგიტომ ვამბობ რომ ვერ გავიგე თავი ბოლოს დღემდე. დედასად იყო? დედაზე თქვეს ამის ოჯახმა რომ ანუ ფსიქოლოგიურად ვერ იყო კარგად და მე რა ფსიქოლოგიური პრობლემები თუ ქონდა მარტო ხელა ქალს რომელსაც ქმარი მოუკვდა და დარჩა ორი ბავშვით ხელში ეს იმას ნიშნავს რომ დედამთილმა უნდა გაუყიდოს შვილები? ხო, ანუ აი ეს არის რომ აი ვერ გაზრდიდა და ან მე თვითონვე წავიდა ანუ მამის მხარეს და ანუ დედაზე გადაბრალება და დედის მხრიდან აი არ ვიცი დედასაც სავარაუდოდ უკვე აღარც დედა ყავდა ან აღარც მამა თუ აი არ ვიცი რა იქით ამხარე კიდე უფრო მეტად საშინელი ისტორია არის იმიტომ რომ დედასაც თავისი გაჭირვება ჰქონდა და მაგიტომ უფრო აღარ უბრაზდები იმიტომ რომ ну ფიქრობ გვერდში ყველას ერთი ფსიქიკა არ გვაქვს ზოგი ძლიერი არის ზოგი სუსტი და ალბათ რაღაცებს ვერ გაუძლო რა ვფიქრობ და იმას არ ნიშნავს ეგ რომ ან შვილები არ უყვარდა ან რაღაცა ვფიქრობ დედა მალევე გარდაიცვალა ხო? ხო რამდენი გაიყინა? კი დედაზე ამბობენ რომ წავიდა და რაღაც ქვებით ნაშენები აი იმაშიც იყო კადრშიც ქვებით ნაშენებული რაღაც იმაში იყო სახლი ჰქონდა და ნუ პატრონი რო არავინ არ ყავდა და ეს ფსიქიკურადაც ალბათ პრობლემები ჰქონდა ნუ გაუჭირდა და აღარ ჰქონდა აღარც გათბობა არაფერი და ნუ ზამთარში სიცივისგან გაიყინა ბებია? ბებია მამის დედა ხო ვინც გაგვაშვილა ბებიაზე თქვეს რომ ჩვენი გაშულებიდან ძალიან მალევე მანქანა დაეჯახა და სახლის წინ კი ძალიან ცუდად დაასრულა სიცოცხლე შენი ძმა ბებიაშმა მიყიდა ბოშებს ხო სწორად კი როგორ მოხდა ხო ანუ ვითომ ბიოლოგიური ოჯახი ამბობდა რომ ანუ არაფერი ფული და ფინანსები არ იყო მაგრამ ну ჯერ ინტერესს ვერ ხედავ ანუ თუ ფული არ იყო და ფინანსები არ იყო მაშინ ჯერ სხვადასხვა ოჯახში რატო გამაშვილეთ ხო ლოგიკური კითხვა არის მაშინ ერთად მაინც გავეშვილებინეთ თუ არანაირი სარგებელი არ იქნებოდა და მე რაც არ უნდა ყოფილიყო ეხა რა ვიცი რა აზრი აქვს ხა ფინანსები რამდენი ხო მაგრამ ან შენი ძმის ამ ყვანმა ოჯახმა შენმა ამ ყვანმა ოჯახმა ორივე რატო არ წამოგიყვანეს რატო დაგაშორეს იმიტომ რომ სავარაუდოდ არ იცოდნენ რომ ანუ დედმამის შვილები რო ვიყავით არ იცოდნენ იმიტომ რომ მე გამიგია რომ ჯემალი ბაბუამ რო გაიგო რომ ბიჭიც იყო აი ეს ბაბუას დეიდაშვილი მიყვება მიბრუნდაო უნდა და მით უმეტეს შუნკვდარი რო იყო გიორგი ერქვა იმ ბიჭსაც და მიბრუნდაო და აღარ დახვდა უკეო რომ წამოყვანა უნდა დაო იმისიცო ანუ ოღონდ ეს ისტორია ანუ რო შეეკითხოთ ეხლა მამი და ჩემს ბებია ჩემს ნუ ვინც ბებიად მეკუთვნის და ასე შემდეგ გეტყვიან რომ შეიძლება არ არის სწორი მაგრამ ეს ბაბუას დეიდაშვილი ხო ეს კაცი იყო ერთადერთი მესაიდუმლე ხო და ამიტომ რაც იცის კი შენ ძმას თუ ახსოვს რამე ჩემს დროს კი ბევრი რაღაც ახსოვს კი და ყველაზე პირველი ეგ იყო რომ ანუ სხვათა შორის აი არ ვიცი ამდენი ძებნის შემდეგ რაც ჩვენ ვიწვალეთ ერთად რაც ყველაფერი გამოვიარეთ ვიპოვეთ ყველაფერი და რო დამირეკა ეს პირველი ზარი რო იყო და მეთქი ვერ გიპასუხებ ანუ აი რატო არ ვიცი რატო დამემართა ეს და მოვიმიზეზე მე რომ ეხა რუსული შეიძლება ისე არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში საზაუბრო დონეზე მესმის და მეუთხარი ნერვიულობდი გამანებეთ თავი ხო რაღაც და ანუ გეხვეწები ეხლა აიღეო საერთოდ ჩუმად იყავიო და ყველაფერს მე ვილაპარაკებო და მე ნელ-ნელა იმას ვქენით და ძმა როგორი პოვეთ ძმა ნატალის დახმარებით ვიპოვეთ ანუ რო გამაგე ანუ ჯერ ხო ეს ოჯახი ბიოლოგიური ისა ეს რაღაც ყველაფერი ძლის გავედით ფინიშისკენ და ახლა რომ მითხეს რომ დედმამიშვილი ყავს და არის რუსეთში ოღონდ არ ვიცით სად არც ახელი არც გვარი არც არაფერი
მე ბიოლოგიურმა ბიძაშვილებად მეკუთვნის ის გოგოები ბიძაშვილებად გვეკუთვნიან და იმ გოგოებმა მითხრეს რომ ასე ამბობდაო ის გამზრდელი კი არა ბიოლოგიური ბებია რომ ბოშების ოჯახში არის გაშვილებული. ნუ ეს მოვჭიდეთ ამას ხელი რომ ბოშების ოჯახში და ანუ ნატალის დიდი წვლილი აქვს მიღებული მაგ საკითხში რომ 24/7-ზე სადაც კი Facebook-ი იყო თუ რა ვიცი ოდნოკლასნიკი თუ კიდე არის შემორჩენილი ანუ WhatsApp-ი იყო თუ რა იყო ყველა ბოშას 10-20 წერდა რომ ასეთი ისტორიის მქონე თუ იცით ვიღაცა და ნუ სხვათა შორის ძალიან ბევრი აღმოჩნდა გურჯაანიდან კახეთიდან გაშვილებული ბიჭები რომ ბოშებში კი სხვათა შორის ბოშებში და სხვათა შორის მე სხვა მეგონა ჩემი ძმა თავიდან. ანუ ისტორია იყო ასეთი, რომ გურჯაანიდან წამოყვანილი იყო ის ბიჭიც, ესე, მაგრამ ნუ მე რაღაცებში აღარ დაემთხვა და სურათებს ვადარებდით რა. ანუ ეს იქნება გავს, არ გავს და ანუ აქამდე ხო ამბობდი რომ ამერიკაში თქო ამერიკელებს თავი ვინც გონია სიამდვილეში მეგრელები არიან თქო და ეხლა აგერ გაიგო რომ ბოშები კახელები ყოფილან საერთოდ ანუ რა ხდება? რაღაც ანუ აქაც თურმე არ ვიცი ალბათ მოსწონდათ ამ ბარონებს ქართველები თუ არ ვიცი ზოგადად ქართულ ბავშვებზე იყო ძალიან დიდი მოთხოვნა იმიტომ რომ მაინც ჯანმრთელობის მხრივ ვიზუალის მხრივ ქართულ ბავშვებზე ყოველთვის იყო მოთხოვნა და ამიტომაც არის საქართველოს რამდენი ბავშვი გაშვილებული. თუმცა იმ წლებში რომელ წელს არის შეიძლება რომელ წელს გაშვილდით თქვენ? აუ 93 გვიწერია დაბადების მოწმობაში. გიორგის 90 თუ 11 ალბათ ეს. ხო, ნუ აი მაგ პერიოდში კახეთიდან რანაირად მოხდა დაკავშირება ამ ბოშების ოჯახს როგორ დაუკავშირდნენ? ესენი არის შუამავალი ვინ იყო ან ბავშვი როგორ ვინ წაიყვან? გიორგი რას ყვება? გიორგი არ ყვება. არ ამბობს? რაღაცები ახსოვს კიდევ, მაგრამ ფიქრობ რომ არ ამბობს. აი რას ამბობს, რაც ახსოვს? ანუ მე როგორც თქვი, სახელები ახსოვს პატარაობაში, ანუ ბოლოს ანუ მე მაგათად ის კადრები ხო არ მახსოვს ახლა ვინ მიმიყვანა, ვინ ჩამსვა მანქანაში, რაღაც ესეთი ისინი არ მახსოვს, რაღაცები კი მახსოვს და სხვათა შორის სულ ამბობდი ხოლმე რომ მეთქი საიდან მეცნობა ეს რაღაც და მე აღმოჩნდა რომ მქონია შეხება ხო რაღაცებში, მაგრამ ჩემი ძმა უფრო აი როგორ თქვა, ახსოვს აი ფულით სადაც ტრიალებდა ისიც ახსოვს. სახელი და გვარიც ახსოვს. ანუ საზღვარზე ვინც გადმომიყვანაო, იმ კაცის სახელიც მახსოვს. სახეზე შეიძლება ვერ ვიცნო ეხლაო, მაგრამ ანუ აი ეს დღეც მახსოვს სურათი რო გადაგვიყესო და აი ეგ დღე იყო ზუსტად რო გაგვაშვილესო. ანუ ფარდები რაფერი ეკიდა სახლში. ჩემი შენ ახსოვდი? ხო. მე ვახსოვდი და მეუბნებოდა რომ სულ ჩემთან ერთად დადიოდიო, სულ ბიჭებთან იყავიო, სულ თამაშობდიო. და სულ ანუ ჩემს გარშე არ დადიოდიო რა, სულ ხელი გეკიდა ჩემზეო. მე რაღაც მხედრიონის პერიოდი იყო და სულ სახლში მახსოვსო რომ ჩექმებიანი ხალხი ან იმ მხედრიონის ისინი დადიოდნენ ავტომატებიანი კაცები დადიოდნენო და ჩვენ რო შეგვეშინდებოდა ხოლმეო, მაგიდის ქვეშ შევძრებოდით ხოლმეო და სიბნელის გეშინოდა ძალიანო და მოთხარ სხვათა შორის დღემდე მეშინია ძალიან სიბნელის. და ბავშვობიდან გიორგი მიყვარდა სახელი. აი 5 წლის ასაკში რო გეკითხა. და შენს დაარქვი გიორგი. ისე რომ არ იცოდი რომ შენს წყვილს გიორგი ერქვა. მომწონდა გიორგი, ან მომწონდა როგორც იცი, აი ძმურად რა, რომ მეთქი გიორგი და აი რო გავიზრდები მე აუცილებლად მეყოლება გიორგის შვილი. დავარქვი გიორგი. და მე გაიგე რომ მყავდა? ხო, მე გავიგე. და ესე. როგორი იყო ამ ყველა ამ ხელა სიმართლესთან შეჯახება, როგორ გადაიტანე? აი ხო უნდა თქვა ეხა რომ ძალიან მძიმედ, მაგრამ თლად ძალიან მძიმედ არ გადამიტანია სხვა. აი იცი რა გადავიტანე უფრო მძიმედ? დედმამის ისტორია. ანუ დედის. ხო რა. ძალიან შემეცოდა ძალიან რაღაც ჩემი თავით შემეცოდა როგორ არ ანუ ხო როგორ თქვა თვითონ ისტორია იცი რატო ვერ გადავიტანე მძიმედ ანუ ჯერ რაღაცნაირად მე ხო თქვი თავიდანვე რომ გრძნობდი ამ ყველაფერს უბრალოდ ჩემ თავს აი ესეთი ისტორია რო გეშლება წინ რომ ბებია შენმა რძალის სახლიდან გააგდო დედა გაიყინა ბებიამ გაკყიდა შენ სხვაგან გაკყიდა შენი ძმას ანუ ამ რეალობასთან შეჯახება ბევრად უფრო რთულია ვიდრე ის რომ იგებ რომ აყვანილ ხარ რა კი ანუ
ეს ხო მაგას ვამბობ ანუ ესე როგორ არის თქო მაგრამ აი ჩემთვის რეალურად ხო ანუ ის ხარ შეცვლილა რომ ის ანუ იქაც ხო ისე გავიზარდე რომ დედმამა არ მყოლია ხო და ანუ რეალურად ხო ჩემთვის მაგ კუთხით არაფერი არ შეცვლილა. ანუ მე რო ეხა იქ მყოლოდა და რაღაც ხვანაირად იქნებოდა კიდე ყველაფერი და იქაც რო არ მყავდა ხო? ანუ აქაც ჩვეულებრივად იგივე იქიდან გადმოვედი. ამაში უბრალოდ აქ მძიმე ისტორია დამხვდა და რა თქმა უნდა ეხა თული იყო როგორ არ იყო და უბრალოდ ის მქონდა ხო რა შეცდების მომენტი ძალიან და რაღაცებს ეხაც კი ვსვავ კითხვებს ხოლმე რომ ვინმე გამოჩნდა ისეთი ადამიანი, რომელიც თქვა თუნდაც ანონიმურად გწერს ან გეკონტაქტება, გიყვება შენ ისტორიას. ეს ისტორია სად განვითარდა რომელ სოფელში? აი დედის ისტორია მომიყვა ერთმა ანონიმურად, რომელმაც მთხოვა, რომ სხვა შორის ბოლო ადამიანი იყო ვის ისტორია, ვინცაც მოусმინე, იმიტომ რომ სულ რასაც ვიგებდი, აი მე შენ ვისა ვარ მეგობარი ვიყავი დედის სკოლაში ესე სწავლობდა, ისე სწავლობდა, მეთქი არ მაინტერესებს ეგ, ანუ მაინტერესებს, მაგრამ ჯერ ის მაინტერესებს ანუ ოჯახის ხო ოჯახური მდგომარეობის შემდგრა რომ დაოჯახებს მე რა მოხდა. ისტორია რომელ სოფელში განვითარდა? ბაკურციხეში. ბაკურციხეში ცხოვრობდა, დედა გათხოვილი იყო. დედა ბაზისუბანში ცხოვრობდა. ბაზისუბრიდან იყო გათხოვილი ბაკურციხეში. სახელს და გვარს ამბობ დედის და სირა სოლომნიშვილი. სირა სოლომნიშვილი იყო ბიოლოგიური დედა და მამა ნოდარ ლუაშვილი. ნოდარ ლუაშვილი. კი. ბაკურციხეში თუ ის საინტერესო ხო რაღაც დამატებით დეტალები თუ ვინმე შეესწრო ამ ისტორიას ვისაც არ მოუწერია აქამდე ჩვენთვის იქნებ რამე დამატებითი კიდე სხვა ინფორმაცია ხო ანუ საინტერესოა უფრო ალბათ ჩემთვის ახლა ამ ეტაპზე იცით რა რომ ანუ ნათესაური კავშირები რომ მაინც ვიცოდე ანუ თუ კიდე არ გაქვს ურთიერთობა ბიოლოგიურად საერთოდ ხო ვერ მაქვს ისეთი კონტაქტი ანუ ესე ახლო ანუ ახლო ურთიერთობით ალბათ არ ვიცი ან არც ყავს არ გამოჩენილან ანუ დედის დაძმანი ვისაც ვეძებდი ერთი ძმა ყავდაო და აღარ არის ცოცხალიო თუ ანუ რაღაცა ყველა გარდასვლელი გამოჩნდა თუ არ ვიცი რა მოხდა იქნებ გამოჩნდნენ ახლა თესავები ხო და ამას ვამბობ ანუ თუ ვიღაცები არსებობენ და არიან ისედაც მაინტერესებს ახლა რომ ან გადაკვეთის პროცესი ან რაღაცა კი გვარით ხო მაგრამ როდესაც ჩახვედი იმ სახლში სანახავად ძალიან ძიმე იყო მაშინ ეს ჩვენი გადაღების პროცესი, როდესაც იქ ვიყავით ჩასულები კახეთში და შენი ეს ემოციები ძალიან კარგად მახსოვს იქ დედის სახლში რომ იმ ადგილას რომ მივედი. როგორი შეგრძნება იყო, როდესაც აი აქ რო იზრდები, აი ამ პირობებში, ამ სივრცეში, ამ სოციუმში ამ ხალხთან და უცებ ჩადიხარ იქ, საიდანაც გაკრიდეს, ნახულობ ადგილს, სადაც დედა იპოვეს გარდაცვლილი, ნახულობ იმ სახლს, სადაც ბებია, ბაბუა ცხოვრობთ. როგორი შეგრძნება იყო? ემოციურად რა მიიღე? საშინელება. ანუ საშინელი იყო იმ ხრივ, რომ არ ვიცი. ანუ ჯერ დედის შეცოდება, მე საკუთარი თავის შეცოდება, მაგრამ თან ანუ არეული მქონდა ფიქრები იქ, იმიტომ რომ ცოტა ადრე რომ მენახა, შეიძლება კიდე სხვანაირად ყოფილიყო, ანუ ცოტა პატარა ასაკში შეიძლება უფრო სხვანაირად მიმესწრო და მომესწრო რაღაცები. მე იმას ვფიქრობდი, რომ შეიძლება პატარა ასაკში ვერ გამეკეთებინა პირიქით ამდენი და რაღაც, მაგრამ არ ვიცი. ანუ საკუთარი თავის იცი რა, ის მაქვს ხოთა შორის დღემდე ცუდად მაქვს ეგ, რომ საკუთარ თავს აი რომ ვერ ხსნი ახლა. ვარ ანუ ამ ქვეცნობიერად ეტყობა, ხო? ჩემს თავთან ვარ აი მიტოვებისაც არა როგორ თქვა ყოველთვის მაქვს ისეთი ფიქრები რომ ანუ აი მარტო რომ დავრჩები ანუ როგორ ვიქნები აი იმის მიუხედავად რომ მყავს ორი შვილი არა ჩვეულებრივი ოჯახი ნუ კარგად ვგრძნობ თავს რაღაც ხო მაინც ის მაქვს რომ აი მარტოობის შიში თუ როგორ თქვა თუ შეგრძნება ხო შიშიც ხო შეგრძნება და ეს ძალიან ცუდია. ოღონდ ანუ არ იმას არ მომბობ რომ რაღაც ვერ გავუმკლავდები, ვერ გავაკეთებ მარტო ან რაღაც, მაგრამ ანუ ეს იქიდანაც რომ მოდის, შემდეგ მე მეორე ოჯახმაც რომ დამიმატა და რაღაც მე მგონია რომ ეს ზოგადად ყველა გაშვილებულ ბავშვს აქვს. ზოგადად.
წელს ახლა ახალ წელს მქონდა განსაკუთრებით. არ ვიცი რაღაცა მძაფრად შევიგრძენი ეს რა, აი ამდენი შვილის მიუხედავად და მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხანია ოჯახი მყავს, აი ხო ეს მაინც მარტოობის აი ეს რა მარტოობის შეგრძნება გვაქვს გაშურებულებს თუ მიტოვებულობის, აი ამას ვერ ვხსნი, მაგრამ მაინც აი ბოლომდე აი ისე ხარ რა, აი სადღაც მაინც მარტო ხარ რა. ხო, ანუ საბოლოო ჯამში ყველა ადამიანი ალბათ მარტოვებადებით და მარტო და სხვათა შორის აი ახლა შენ რომ მეუბნები რომ მე ვიგებ შენ ხო? ჩემი ვერს ერთი დაქალი ვერ იგებს. ხო, ახსნაც რთულია რა ამ შეგრძნების რა, იმიტომ რომ ვიღაცაში მოგვიტრიალზე გითხრას უკაც უკმარი ყავს შულები ყავს რა. აი რაღაცა მაინც არის ის რაღაცა ერთი შეგრძნება რომელსაც ვერ ხსნის რა გაშულებული ბავშვი რომ აი რაღაც აი მიტოვებულობის გრძნობა თუ აი შიში რო არ დარჩება აი რაღაც არის რომელიც მარტო ჩვენ ვიცით და მე უეზროდ მიდიხარ ფიქრებში ხო არასდროს არ მიდივარ ფიქრებში არასდროს რომ მე არ გადავირიო და ანუ ამას იქვე ვტოვებ მაგრამ აი რაღაც არის აი მინდა რომ ფსიქოლოგთან გავიარო ეს ამბავი რომ აი რა ქვია იმ შეგრძნებას რომელიც ჩვენ მუდმივად თან დაყვება თან ეს შეგრძნება დაყვება უკვე იმის მე რაც გავიგებთ რომ აყვანილები ვართ რომ მე უკვე რაღაცნაირად ვაკავშირებთ ამ ყველაფერს ერთმანეთთან ხო მე ხო კი და ის მაქვს ხო ანუ ეგ არ ნიშნავს იმას რომ რაღაცას ვერ ანუ ყველა ეხა მეც როგორ თქვა ხო კი ვიაზრებ რომ ყველა ადამიანი მარტო მე კი არა ნებისმიერ ადამიანს ეხა რაღაცა რო გაუჭირდეს და ისე ყოველთვის ანუ როგორ თქვა ესე გვერდში დგომით რაღაც ეხლა აი ამ ბოლო პერიოდში რაღაც კიდევაც გითხარი სამონტყოფოშიც მომიწია ყოფნა და რაღაც ანუ იცი რა იყო ჩემი ყველაზე ცუდი მდგომარე ემოციურად ხო რომ იქ იყურები გაიგე რომ აი ვინ მოვა ვინ დაგირეკავს ვინ გნახავს ვინ აი უფრო იმ ემოციებს კიდე იმატები რაღაცებზე და ძალიან რთულია. იმ სახლში რო ჩახვედი, სადაც ცხოვრობდი, თავი იგრძენი როგორც საკუთარ სახლში. ამ სახლში გრძნობდი ვაკეში, ყიფთზე გრძნობდი თავს როგორც. აი ეს შეგრძნება, აი ეს შეგრძნება. აი ახლა სადაც ვარ იქ გრძნობ. ანუ ახლა ნუ შენ თვითონ ეს სხვა სახლია ეს არის შენი კერა რომელიც შენ შექმენი და ეს კიდე სხვა არის მაგრამ შენი აი პირადი სახლი პირადი ადგილი სადაც ეს ხო რა იმის მიუხედავად კიდევაც ხო აღნიშნე რომ არაფერს არ მაკლებდნენ სახლში სადაც გაიზარდი არაფერს გაკლებდნენ ცხოვრობდი დედოფალივით პრინცესასავით აი ყველა კარგად გექცეოდა თავს გეულებოდა მაინც ვერ გზრომდი თავს როგორც საკუთარ სახლში ეხლა გელაპარაკები კიდე სხვანაირად მიშლება შენთან გული. აი იმიტომ რომ ჩვენ ხო ორივე ერთი ისტორია გვაქვს, ამიტომაც იმარტივდება რომ იცი რომ ხვდები შენასაც ხო რომ გახვედრებ და მაყურებელსაც მინდა რომ გავაგებინო რას გრძნობთ და ცოტა რთული ასახსნელია რა. კი. და ანუ იცი რა არის თან ამ სიძლიერითაც ხო აი ყველა ვის აქამდეც აი ნუ ალბათ ჩემ თითზე ჩამოსათვლელმა მეგობრებმა იციან რეალურად რა ვარ. და ანუ ტირილი მინდა თუ სიცილი მინდა თუ რაღაც ანუ ძალიან თითზე ჩამოსასრულმა მეგობრებმა ვინც ბავშვობიდან მოყოლებული მყავს ღმერთის წყალობით ერთი და იგივე ადამიანები ვინც იციან თორე დანარჩენებმა აი ვინც კი მიცნობს ხო ყველამ იცის რომ ანუ კი არის მხიარული ბედნიერი ყველაზე ძლიერი ასეთი ისეთი ანუ იცი როგორ ამ ჩვენი ისტორიასაც რომ ეს ჰაჰაჰა მყვებოდი ხო მეც ესე ვყვები ხო და რეალურად ანუ არ გვინდა რომ სხვები დავამძიმოთ ჩვენი ისტორიები და ამიტომაც ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ხო და მე ცოტა კი გადმომდის ხოლმე იმიტომ რომ მე ყველაფერი ამ გოგოებისკენ და ჩემი ოჯახისკენ მიმაქ ეს სადღაცა ხო მინდა რომ ამოვიღო ან მეუღლისკენ ან იქით და ცოტა იქით კიდე ის აქვს ხოლმე პრობლემა მაგრამ ნუ ან იცი რა არის სიძლიერეც ხანდახან მინდა რომ ვიყო სუსტი ხანდახან მინდა რომ ვიწირო ხანდახან მინდა რომ ესე გრძნობდე თავს და რაღაც აი მაგასაც გაგება უნდა ხო მაგასაც ძალიან ჩვეულები არიან შენგან. ხო, რა აი რატო ძლიერი ხარ და უცებ ხო ეს გინდება ტირილი ცოტა გაუგებარია მე ხალხის. ხო, და ვერ აი ხშირად ქონია ჩემს მეუღლესაც, რომ აი რა გვერდში გიდგავარ, ანუ რატო ხარ ესე იმად, მაგრამ ეს ემოცია თავისით ხო, მშვება. შეგრძნება. დღეს როგორი ურთიერთობა გაქვს ძმასთან? შეხვედრა როგორი იყო? ძმასთან შეხვედრა თმას ხო შეხვედრა არ ჩამოსული. არა. ჯერ არ ჩამოვიდა. ეს უნდა ჩამოსულიყო, მე მეგონა ჩამოვიდა. ვერ ჩამოვიდა.
ანუ ეგიც არ ვიცი, ანუ ჩვეულებრივად ესე მოვიკითხავთ ერთმანეთს როგორ ხარ, ბავშვობის სურათები გვაქვს ერთმანეთისთვის ჩაყრილი, რომ ის რა ქვია, ნუ ერთმანეთს მომსგავსებთ ხოლმე და აი ჩემი შვილი შენ გგავს და ესე და ყოველ ზაფხულს რაღაც ჩამდის, მაგრამ რაღაცა პრობლემები აქვს ალბათ იმასაც, არ ვიცი, ბოშებში კიდე როგორ არის საბუთები არ აქვთ მოწესრიგებული თუ არ ვიცი, ნუ რაღაც პრობლემების გამო ვერ ჩამოდის. და დამოკიდებულება როგორი, ანუ არ გულისხმობ, ანუ ცუდი რატო უნდა გქონდეს, მაგრამ ანუ ნახე რას გულისხმობ, დაძმური ურთიერთობა გაქვთ? ანუ როგორც ასე ვერ ვიტყვი. ანუ ხო, თვად ასე შეიძლება აქ რო იყოს უფრო მეტად დავუახლოვდებოდი და გავიგებდი და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა, სულ თბილად მკითხულობს. ანუ ერთხელ მახსოვს მითხრა, რომ ჩემი ანუ ეს ხო უკვე გაიგო და თან კიდე ანუ ადრეც მოუტყუებიათო ჩემთვის ესე ვიღაც გამეხუმრაო რომ აი შენი ის ვიპოვეთ მშობლები და რაღაცაო და მე რო გავბრაზდი და სულ დავხიეო ყველაფერიო და ანუ აღარ მეჯერაო რომ მითხრესო რომ და მე სურათს რო დავხედაო პირდაპირ მივხვდიო რომ შენ იყავი ანუ ზუსტად ეგეთი წარმომედგინეო და ზუსტად ეგეთი ხარო და მე ეს ფოტო ვის ქონდა? შენ და შენ ძმას გაშულებამდე გადაგიღეს ფოტო. კი. ვის ქონდა ეს ფოტო? ბიცოლას და ბიძაშვილს. ბიოლოგიურს. კი. შენი თავი იცანი იმ ფოტოში? ვერა. შენმა ძმა მიცნო თავის თავი ფოტოში. იმასაც ქონდა ის ფოტო. შენ ძმას და ის ქურთუკი იქ ქონდა. ის ფოტო რომელიც გადაგიღეს. კი, ანუ რო წაიყვანეს ის ტანის ამოსი ხო ეცვა? შენახული ქონდა. ვინ გადაგიღოთ ეს ფოტო? ეგ არ ვიცი. დედმამის ფოტო თუ გაქვს ნანახი? ნუ ერთი. უკვე აი შეიძლება ის სურათი იყოს ახალი დაოჯახებული რო არის დედა. იმიტომ რომ მისკეთია, კალიცა და ეგეთი სურათი მაქვს ერთი შავ-თეთრი ნანახი. მეტი არ. მის კლასელებს არა აქვს შენახული ფოტოები შემორჩენილი. არ ვიცი. იქნებ გქონდეთ და გამოგვიგზავნოთ აქ ვიკავშირდეთ. გავხარ? კი, ძალიან. ხო. დედას კი. ფოტოს რო უყურებ, მაშინ რა შეგრძნება გეუფლება? რას გრძნობ? რა ვიცი, ანუ სიმართლე მე ნახე მე აგიხსნე მე რას გრძნობ, როდესაც ფოტოს უყურებ და მე იქნებ შენ მიხვდე. რა თქმა უნდა, მაქვს ფოტოები და რა თქმა უნდა, ყველა ასაკში და როგორც კი დავხედავ ხოლმე, აი რაღაცნაირად აი ხო არის მიზიდულობის მე პირიქით მაქვს ანუ აი მაგდებს უკან აი როგორ უნდა აუხსნა აი მიზიდებს პირიქით არ მინდა რომ დავხედო აი ესეთი შეძენა მაქვს რომ აი ხო კი იგივე შეცება გა აი ხო შეიძლება რომ კონდეს აი ვაიმე დედა და ვაიმე мама და აი ნეტამ ყოლოდა და მყარებოდა თუ რაღაც აი არ მაქვს აი იცი როგორ მაქვს რაღაც არ ვიცი შეიძლება გამომუშავებული მაქვს ეს რომ რაღაცა ცუდი და რაღაც აი რომ ჩავკეტო რა აი როგორ თქვა რომ ვუყურებ იცი რა მაქვს პირიქით მემართება ეს შეგრძნება რომ ანუ პირიქით მაქვს რომ აი მახსენდება ის ცუდი ყველაფერი და მინდა რომ აღარ ვუყურო ანუ ხო მაგრამ იმ რა დააშალა ხო ანუ არაფერი ანუ მე კი არ ვამბობ რომ რაღაც ის უბრალოდ აი როგორ თქვა რა ანუ გამზრდელი ბებიის და იმისი მონატრება უფრო მაქვს და იმ სურათს უფრო ვუყურებ და იმაზე უფრო ემოციური ვარ ვიდრე ბიოლოგიურ იმაზე იმიტომ რომ ნუ არ ვიცნობდი არ ვიცოდი ვინ იყო ძალიან კარგი იქნებოდა რომ ყოლოდნენ და ასე შემდეგ თუმცა ეხა სადაც გაიზარდე და სადაც გახსოვს ხო ვინ იყო და როგორ იყო ის უფრო მეტად გენატრება მეტად გიყვარს და ასე შემდეგ. დავისწავლე. ბოლოსკენ მაქვს შენთან ესეთი კითხვა. როგორ რას ურჩევ გაშულებულ ბავშვებს, როგორ გადალახონ მარტივად აი ეს პირველი მდგომარეობა, როდესაც იგებენ რომ გაშულებულები არიან და აი არიციან რა ქნან, ემოციებს როგორ მოერიონ. აი შენ რას ურჩევ როგორ მიიღონ ეს საკუთარ თავთან რომ გაშულებულები არიან? რომ რაღაც აგრესია არ გქონდეთ ამ მყარი მშობლების მიმართ, არ გქონდეთ აგრესია ბიოლოგიური მშობლების მიმართ, რატო გამაშვილა, ამან რატო მიშვილა, აი როგორ გამოვიდეს მდგომარეობიდან? ანუ რთულია ზოგადად ასე საუბარი, იმიტომ რომ ყველა ადამიანი სხვანაირად აღიქვავს ყველაფერს. შენ როგორ გამოხვედი მდგომარეობიდან? მაგრამ რავი გამოვედი? ხო, ანუ ეგ კითხვა გამოვედი? ალბათ იცი რა არის, ალბათ უფრო უნდა ვიცადოთ, რომ აღქმა გქონდეს რა და მიმღებლობა რაღაცეების და ანუ დავარქვათ რაღაცეებს სახელი.
დავკეტოთ მე, ანუ მივიღოთ ის ცუდიც მივიღოთ, უბრალოდ, აღარ უნდა ჩავიციკლოთ რაღაცეებზე და დავკეტოთ მე ის თემა. და ვფიქრობ, რომ ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ აყვანილია. ანუ იმიტომ კი არა, რომ ანუ ცუდი გამზრდელები ყავს ან რაღაც, ანუ ჯერ სისხლის აღრევა უნდა დაიცვათ ხო, ყველამ და დავიცვათ თავი, რომ რაღაც არ მოხდეს, იმიტომ რომ ჩემი ძმაც რო ყოფილიყო აქ, არ ვიცი მე, ან თუნდაც ჩემი შვილები რო შეხვედროდნენ გვარი ხო, ვის არის პატარა არის საქართველოს. და დანარჩენი უკვე გამზრდელი ვფიქრობ, რომ არაფერ შუაში არ არის, მაინც ასე თუ ისე. ანუ შეიძლება რაღაც ისტორიები იყოს, სადაც არის შუაში, მაგრამ ძირითადად ახლა მაინც ვფიქრობ, რომ გამზრდელი სიკეთეს აკეთებს რა. ანუ მე ვფიქრობ, მაინც ასე ვფიქრობ საბოლოო ჯამში, სადაც გავიზარდე იმის მიუხედავად, რომ იქაც ბევრი პრობლემა გამოვიარე და ბევრი მძიმე რაღაცეები. მაინც ვფიქრობ, რომ კარგი არის, რომ ჩემს ოჯახში გავიზარდე. მოდი პოდკასტის ბოლოს კიდევ ერთხელ ვთქვათ მაშინ დედის ბიოლოგიური დედის სახელი და გვარი საიდან იყო წარმოშობით, იმიტომ რომ მის ნათესავთან არავისთან ურთიერთობა არ გაქვს. და იქნებ განმოჩნდა ვიღაცები და უფრო მეტი დეტალები მოგვიყვნენ, რაც აქამდე არ ვიცოდით. ხო, დედა იყო ვაზისუბნელი, როგორც მეუბნებიან, ცირა სოლომნიშვილი და ასე ამბობენ, რომ უნდა ყოლოდა ძმაც, ნახევარ დედმამიშვილიც უნდა ყავდეს და არ ვიცი თუ ვინმე არის შეგვეხმიანოს და გავიცნობ დიდი სიამოვნებით. დავეკონტაქტებით, გავიცნობ ძალიან ხო, თუ ესე საჯაროდ არ გიდათ გამოჩინებ, პირადში მომწერთ თუნდაც ანონიმურად და დაგაკავშირებთ ანუკისთან. ძალიან დიდი მადლობა ამ ისტორიის გაზიარებისთვის, წარმატებებს გისურვებ და ბევრს ჩაყვები ფიქრებს. იმიტომ რომ ჩვენთვის არ არის კარგ, ვერევით თავს და ხობია რომ ცოტა ნაკლები ვიფიქროთ იმ ყველაფერზე, რაც გამოვიარეთ. რო არ გავგიჟდეთ. ხო, ეკარი. მადლობა შესწუმრობისთვის, თქვენ დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ერთი კვირით გემშვიდობებით.